ალბათ გონიათ რომ დღევანდელი ვიდეო Taylor Swift-ზე იქნება. ალბათ გონიათ რომ დღევანდელი ვიდეო Lana Del Rey-ზე იქნება. არა, ჩემს საყვარელ Kanye West-ზე იქნება. 629. 629 გამომწერი მყავს ხალხო. ძალიან მიხარია. თქვენ აზრით, აი 629 ადამიანი ესე დააყენეთ უბრალოდ გარეთ. ნუ მართალია აქედან 50-60 ადამიანს მე ვთხოვე რომ გამოიწერა ჩემი არხი. პირადში გავუგზავნე და გამომიწერე მეთქი ვთხარი. მაგრამ დანარჩენს წეგან დედა შემოვიდა და მკითხა ვიზი აპირებ რომ ვიდეო გადაიღო დღესო. მეთქი დედა Kanye West-ზე. კარგი უნდა თქვა თუ ცუდიო. დაძაბული მეკითხა მეთქი რა თქმა უნდა კარგი და გამიბრაზდა. და ნეგატიურ პოსტებსაც დებს. ყველაფერი არის მის შემოქმედების ნაწილი. რასაც ამბობს, იმას მართლა არ გულისხმობს. ანუ სინამდვილეში არ უყვარს მას ჰიტლერი. ეს ყურადღების მისაქცევად აკეთებს მარკეტინგისთვის, ესეც გათვლები აქვს. ბიანკა, მაგითო ჭირდება. მარკეტინგული გამოსავალია. ფულს აკეთებს მაგითი. იცით ინტერვიუში რა ახსენა? ხოდაშორის ძალიან მაგარი ინტერვიუ გამოვიდა ახლა ხანს და თქვა ის რომ როცა Adidas-მა შეწყვიტა მასთან კონტრაქტი, მაგ შემთხვევაში მოუწია რომ ჩაეცვა უფრო ელეგანტურად, ჩამჯდარიყო რაღაც Rolls Royce-ში და თავი უფრო მდიდრულად მოეჩვენებინა, რომ ხალხს არ ეგონებოდა ის, რომ თითქოს ის გაკოტრდა და რეალურად მართლა გაკოტრდა იმ პერიოდში. სრული თანხა გაიყინა მის ანგარიშზე, რაც კი ქონდა მას და წარმოვიდგინეთ, რომ რესტორანში ვერ გადაიხადა თანხა. ანუ თუ წარმოგიდგენიათ, რომ შედის რესტორანში და არ ტარდება ბარათი. ბატონო, თქვენ რაღაც თანხა არ გაქვთ ანგარიშზე? აი წარმოვიდგინეთ მისი რეაქცია. რა ვქო თანხა არ მაქვს. ვარ Kanye West-ი ვარ, ყველაზე მაგარი ვარ. აი საკუთარ თავს გენიოსს უძახის, საკუთარ თავს ზოგჯერ ღმერთს უწოდებს. აბსოლუტურად ყველა ეგეთ გამონათქვამში დევს რეალურად მარკეტინგი. და ძალიან ბევრს გონია რომ აი ეს ამას იმიტომ ამბობს რომ ის არის გენიოსი და შეშლილი და რაღაცა არ არის გენიოსი. So it's so funny how people are so like free and almost arrogant with their advice and I'm just like why would I listen to you? არ არის გენიოსი, უბრალოდ კარგი ბიზნესმენია, კარგი მარკეტინგული სვლები აქვს და საკმაოდ ნიჭიერი მუსიკოსია. ანუ აქ უნდა ვთქვათ რომ მართლა ნიჭიერი მუსიკოსია, იმიტომ რომ მის შემოქმედება თუ არ იცით, არ ვიცი, გახსენი, გადადით, მოусმინეთ ნებისმიერ ალბომს, ნუ ძველი ალბომები უკეთესი აქვს ახლებთან შედარებით, თუმცა ახლებზეც ახლა სუდად მე ვერცეთ ალბომს ვერ მოვიხსენიებ. დონდა მიყვარს განსაკუთრებით. ის გაიზარდა ისეთ საშუალო ფენის ოჯახში, საშუალო ფენის წარმომადგენლებში, დედა იყო მასწავლებელი, მამაც იყო მასწავლებელი. დედა იყო ინგლისური ენის მასწავლებელი და Kanye-ს უკაცრავად. ის თავიდანვე ჰქონდა განვითარებული მეტყველება, იცოდა ინგლისური გრამატიკა და უკვე ბავშვობიდან დედა როგორც ამეცადინებდა და ასწავლიდა, წამოვიდა ეს რეპის ნიჭი, ანუ ზოგს მაგალითად მაგითი უნვითარდება, რაც უფრო მეც კითხულობენ, რაც უფრო მეც ეცნობიან ლიტერატურას, მით უფრო აქვს იმისთვის, რომ შეთხსთან კარგი რეპი. ნუ მე ეხლა კარგ რეპერად Kanye შეიძლება ვერ წარმოვიდგინო რეპერად, იმიტომ რომ ჩემთვის არ არის რეპერი, უფრო სხვა არის ვიდრე რეპერი. რეპერი არის Kendrick Lamar. Kendrick არის ეგეც თუ არ იცით, უნდა დასერჩოთ, უნდა მოусმინოთ ვინც რეპ კულტურა არ იცის და თუნდაც ლირიქსები გადათარგმნეთ. J. Cole-იც არის მუსიკოსი. აი ძალიან ბევრი ცნობილი სიმღერის პროდიუსერი გახლავთ ის, თუმცა ამის გარდა ის თავიდან როცა დაიწყო მის კარიერაში რაღაცა მოღვაწეობა, ძველ ალბომებს პოულობდა და ძველი სიმღერებიდან ქმნიდა რაღაც ახალს. და აი სწორედ აქედან 2000-იანი წლებიდან დაიწყო მისი განვითარება და ზრდა კარიერული. ასევე თუ გახსოვთ ის მომენტი, როცა ის სცენაზე ავარდა. Yo Taylor, I'm really happy for you. I'm gonna let you finish. But Beyonce had one of the best videos of all time. One of the best videos of all time. ესე დაამცირა ტეილორი სცენაზე. მე ბოდიში მოიხადა მაგ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ეს უნდა აღვნიშნო, რომ იყო ნასვამი. ძალიან ნასვამი მივიდა დაჯილდოებაზე. მისი ერთ-ერთი ცოლი გახლავთ კიმ კარდაშიანი, განვითარებული, ძალიან ჭკვიანი
და დედა კიდე ორჯერ უფრო ჭკვიანი არის მისი Kris Jenner-ი. მე ერთადერთი რაც არ მომწონს მაგ ოჯახში არის პლასტიკური ქირურგიის გამოყენება გადაჭარბებული დოზით. And this family have been pivotal in those seeking out cosmetic treatments. But if we reverse all the work they've had done and look at their faces before any treatments, it's quite interesting to see the changes and how dramatic they have been throughout the years from the multiple non-surgical and surgical treatments that this family have done to look this way. What do you think? Let me know. თელი მსოფლიო რო თქვენ მოგბაძავთ თქვენ თელი მსოფლიო რო თქვენ სავით გააკეთებს მაგიერ თელი მსოფლიო რო თქვენ სავით გამოიყურება მაგ დროს ცოტა სხვანაირად უნდა იაზროვნო ნატურალიზმის უნდა გაუწიო პოპულარობა მაგ დროს როცა ესეთი ცნობილი ხარ და თელი მსოფლიო შენს ოჯახს ძლევს თვალს არ ვიცი ქართველები რამდენად ой ასწორე ამოგათ კიმ კარდაშიანი შეერთო ცოლად ეხა ყავთ 4 შვილი აქედან ნორთი არის ყველაზე პოპულარული ბავშვი მთელ მსოფლიოში. და იცით რატო? ლიმიტი არ აქვს ბავშვს. აი უფროსთან რო საუბრობს, უფროს როგორ უნდა ესაუბროს, ეს ზრდილობა, კულტურა, საკმაოდ დაბალ ლეველზე აქვს, მაგრამ ოკეი. კაი, ამას თავი დავანებოთ, ბავშვია მაინც. გაიზრდება მალე. უბრალოდ აი ესეთ ზრდის მამა. Kanye West-ის ხელი არის ჩარეული ამ ბავშვის აღზრდაში და იზრდება ისე, რაც უნდა იმას იტყვის, რასაც უნდა იმას იზამს და ბავშვს არანაირი ცხოვრებისეული ლიმიტი არ გააჩნია. ვნახოთ როგორი გაიზრდება, აი, ჩვენს თვალწინ გაიზრდება და თან დავაკვირდებით. როგორია ეგ აღზრდის წესი, კარგია თუ ცუდი. ეხლა ნახეთ რა ხდება. Kanye West-ი გამოვიდა ახლა ხანს და თქვა, რომ P Diddy არ არის სამნაშავე. დააპირებს რომ დაწეროს რეპი P Diddy-სთან დაკავშირებით და უნდა რომ მისი შვილი ნორთის სახელი გამოიყენოს რეპში. ეს გაიგო დედამ, კიმ კარდაშიანმა და რას ქვიაო, ჩემი შვილის სახელს იყენებს, P Diddy-სადმი მიძღვნილ რეპშიო, გააკრიტიკა, მიწერა SMS-ის სახით, აი ამ ჩატს დავდებ აქ. ომს დავიწყებო, ისეთ რაღაცას ვიზამო, რომ ხალხი ალაპარაკდებაო და ვერ გადაიტან, ვერც შენ რთულად გადაცანა იქნება ჩვენთვისო, ის რაღაცას გავაკეთებო. დიდი ალბათობით გაასაჯაროებ და რაღაც პირად მიმოწერეს, პირად სურათებს, პირად ვიდეოებს, რაღაც წამსველი არის, იმიტომ რომ არის გიჟი. გიჟი არის, მარკეტინგისთვის ვიზამს ყველაფერს აბსოლუტურად. მოდი ამას თავი დავანებოთ. თვითონ Kanye West-მა თქვა, რომ ჩემმა ცოლმა წამიყვანა ექიმთანო, რადგან ბიპოლარული აშლილობას მეუნებოდა ყველაო, მათ შორის ებრაელი ექიმებიო და აქვე აღმოჩნდა, რომ ებრაელებს ვერ იტანს. ნაცისტია, ებრაელებს ვერ იტანს. შესაძლოა, ესეც მარკეტინგული გათვლა იყოს და მე ვფიქრობ, რომ მარკეტინგული გათვლა და ებრაელმა ექიმაო დამისვა ესეთი დიაგნოზი ბიპოლარული აშლილობაო. დამინიშნეს სწავლებიო ბიპოლარული აშლილობისო და მე თავი დავანებიო სწავლების დალევასო და ისეთ ხალხმა როდის დაანება თავი სწავლების დალევას, აი მთელი სამყარო რო ალაპარაკდა, რომ აი რა ჭირს Kanye West-ო, აი მაგ პერიოდში დაუნებებია თავი სწავლებისთვის. აი დონდას ალბომზე უკვე რომ მუშაობდა, უკვე აღარ სვამდა სწავლებს. და ეხლა აღნიშნა რომ მე სწავლებს თავი იმიტომ დავანებეო რომ მეო აუტიზმით ვარ დაავადებული და არა ბიპოლარული აშლილობითო. და ესო ჩემმა ცოლმა მიმიყვანაო იმ ექიმთანო, სადაც ჯასტინ ბიბერი მკურნალობსო და აი იმ ექიმმა განაცხადაო რომ მეო მაქვსო აუტიზმიო და არა ბიპოლარული აშლილობაო. და ამის გამო მეო სწავლებს არ ვიღებო. აი ახლა ხანს აღნიშნავს ხუთაშორის ინტერვიუში რომ არანაირ სწავლას არ იღებს. და შესაძლოა რომ ეს მისი ბიპოლარული აშლილობის მიერ იყოს გამოწვეული და არა აუტისტობის მიერ, იმიტომ რომ მან რაც აღნიშნა, ფანები რომ იწერენ, რომ არ ქნა, ცუდია, არ გინდა, ზუსტად იმის გაკეთება მინდაო. რასაც მიკრძალავენო, ზუსტად იმისი გამოყენება და თქმა და გადმოცემა მინდაო სოციალურ ქსელებშიო და მუსიკითო. ანუ წარმოიდგინეთ ახლა ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ მაქვს აუტიზმიო. ეს მისი პირით თქვა. მაგალითად ტრამპის ქუდით რო დადიოდა და ტრამპის მხარეს რო იყო ამავდროულად პრეზიდენტის არჩევნებში, ამერიკის პრეზიდენტობაც უნდოდა და არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა და ამერიკის რაღაცა 0.2% მიცახმა თუ რაღაცა ძალიან ცოტა პროცენტი მიცახმა, ახლა რა თქმა უნდა, Kanye West ვინ აერჩევდა პრეზიდენტად. მით უმეტეს ასეთი განცხადებების მერე. მოდი ვისაუბროთ ახლა ბიანკაზე. ბიანკა
არქიტექტორ დიზაინერი, ჩემი პროფესიის მქონე ადამიანი. ავსტრალიაში დაამთავრა ბაკალავრი, უნივერსიტეტში სწავლობდა, მერე მაგისტრატურაზე ჩააბარა და მაგისტრატურაზე უკვე თავი დაანება სწავლას, იმიტომ რომ პირადში მიწერა Kanye. ნეტა მეც დავანებებდი სწავლას თავს პირადში რომ მოეწერა Kanye. აი წარმოვიდგინე ახლა მაგისტრატურაზე ვარ და Kanye West-ი მწერს, იყავი ჩემი არქიტექტორი, იმუშავე ჩემთან. მგონი მეც დავანებებდი მაგისტრატურას თავს. აი წარმოვიდგინეთ რა მაგარია, რომ ყველაზე არაპროგნოზირებად ადამიანთან რაღაც ახალ არქიტექტურას ქმნი მასთან ერთად. ამაში მისი მუსიკა გეხმარება. მე ისედაც მისი მუსიკა მეღმარებოდა ყოველთვის. Yes, სიმღერებს და მუსიკას უსმენდი მაგ დროს, რეპს, როცა მქონდა სადიპლომო, ალბათ მაგითო დავაპროექტე სამხედრო ბაზა. კი არ დავფიქრებულა. მოკლედ ბიანკამ დაანება მაგისტრატურას თავი და წავიდა ამერიკაში, გადავიდა Yes-თან სამუშაოდ, თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ 1-2 პროექტი შეასრულა მან კომპანია Easy-ში და დანარჩენი უბრალოდ იყო მოდელი. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს როგორი მოდელი, რა სტილზე მუშაობდა, რა სტილის ფოტოსესიები ჰქონდა მას კომპანია Easy-ში, შედარებით გახსნილი, ვულგარული და ესეც მარკეტინგული გათვლა იყო Kanye West-ის და მგონი ბიანკა თანახმა იყო ამ ყველაფერზე. მოდი ახალი სურათები ვნახოთ. ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ეს გოგონა თითქოს ძალადობის მსხვერპლი არის და მას აძალებს, რომ ესე ჩაიცვას და ესე გამოვიდეს ქუჩაში. ნუ რამდენად გონიათ თქვენ, აი თქვენ რას ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ეს გოგო ძალადობის მსხვერპლი იყოს და ძალით იყოს ესე? მე არ მგონია. აბსოლუტურად არ ვფიქრობ ესე, რომ ვიღაცა ამ გოგონას გახდას აძალებს. ბიანკას მამისა და Yes შორის რაღაცა კონფლიქტი მოხდა. ბიანკას ჩაცმულობასთან დაკავშირებით. მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა და ეხლა რაღაც კიდე ჭორები დაიყარა, რომ თითქოს დაშორდნენ, მერე ვითო შეიგდნენ ისევ და ისევ მარკეტინგი და ისევ და ისევ ფანებზე. ფანებზე არა, უფრო ეს ყველაფერი არის გათვლილი ფანებზე. ეს ყველაფერი არის გათვლილი იმ საზოგადოებაზე, ვინც არ იცნობს Kanye-ს. რო აი, ვაიმე ეს რა ცვია ამ გოგოს შიშველია კაცო გამოსული. ვაიმე ეს როგორ გამოვიდა? ეს კაცი ვიღარია ესე? ეს გოგონა რეიტოზით რატო დადის შუა ნიუ-იორკში? თუ მოსაცმელს და რაღა გამჭვირვალე ჩაიცვა? ეს რაღაცეები ფანებს არ გვაინტერესებს. შეიძლება ყოფილი ფანი ვარ მე მის. როგორ თქვა ყოფილი ფანი ვარ თქო, როცა დღემდე ვუსმენ მის მუსიკას. ანუ მისი მუსიკის მოსმენა არ შემიწყვეტია. გამოვდივარ ფანი? ხალხს მეც ეგეთივე გონები როგორც Kanye. არ ვიცი თქვენ დაფიქრდით და მითხარით ფანი გამოვდივარ თუ არა. რახან მის მუსიკას უსმენ დღემდე. არ შემიძლია მისი მუსიკის მოსმენის შეწყვეტა. რა გავაკეთო? ჩემბრალი არ არის. ბავშვობიდან დავიწყე მოსმენა და ვუსმენ. პირველი ჰიტი, რომელსაც მოусმინე იყო Gold Digger-ი. მეორე ჰიტი იყო Mercy. მე Lil Wayne-ის ფანიც ვარ. ჯერ Lil Wayne-ის ფანი ვიყავი, მერე Kanye-ს ფანი ვიყავი. ვარ. ფანში ვგულისხმობ იმას, რომ 24 საათი შემიძლია უწყვეტლივ მოусმინო მათ მუსიკას, ისე რომ ყურები არ მეტკინოს. ფანში არ ვგულისხმობ იმას, რომ დავინახავ ვიკივლებ. არა, ეგრე არ ვარ. საბედნიეროდ. არც ერთზე. ადამიანის დანახვაზე რატომ უნდა იკივლო? არ ვიცი. თუმცა ეხლა მე ვიკივლებ. Kanye West-მა აღნიშნა ის, რომ Michael Dean-თან მუშაობის დროს და Michael Dean არის The Weeknd-ის პროდიუსერი. ეს ყველაფერი ცნობილი სიმღერები, The Idol-ი, სერიალი, ამ სერიალს დაწერილი ყველა მუსიკა Michael Dean-ის არის. და მუშაობის დროს ისე უყვიროდა Kanye მას. ეს თვითონ Kanye-მ თქვა. იმდენად უყვიროდა, რომ Michael Dean-ი გაბრაზდა და მეო შენზე ასაკით დიდი ვარო, უფროსი ვარო შენზეო და ესე რატომ ელაპარაკებიო და ნუ მოხდა მათ შორის კონფლიქტი. და ესეთი ვარო რა ვქნაო კაცო, ყველასო უყვირო ემოციური ადამიანი. მესმის, მეც ეგეთი ვარ. გინდათ გიყვიროთ. Michael Dean-მა ჩემი სტორები ნახა ხალხო ერთ დღეს.
ყველა თან. არა, თან 2 დღე ნახულობდა. მეთქი რაღაცა ხდება. რაიმე პოტენციალი ხო არ დაინახა ჩემში თქო. ხო, სიმღერა და დაკვრა კი გამოდის და შეიძლება რაღაც ჩემი ნამღერები რომ ედო მაგიტო დაინტერესდა თქო და გადმოვიდა თქო. ბიანკაზე მინდა კიდე ერთი რაღაც ვახსენო, ვენეციაში გადაღებული ვიდეო. ეს ის არის რაც გეგონათ. არ მინდოდა, მაგრამ ისე უნდა თქვა. ესეც მარკეტინგული გათვლა იყო. აი ეს რო გააგიჟოს ისინი, რა ქვია, ჟურნალისტები და პაპარაცები და ვაიმე ეს რას აკეთებს და ვაუ, კანია, ვაუ, აი ეს უნდა. აი ეს უნდა. ამისთვის აკეთებს ორივე ცოლ-ქმარი რაღაც სიგიჟეებს. ასაც მაგალითად რო ძაღლი ყავს მიფარებული. სათამაშო ძაღლი. ფიდიდის რო აქებ. ანუ Kanye West-ის ბიფში შედიოდა მარტო დრეიკი. ანუ სულ დრეიკს ან დრეიკი ლანძღავდა, ან ეს ლანძღავდა დრეიკს. კენდი გალემაო მიწასთან გაასწორაო ჩემიო მოწინააღმდეგეო და აღარ მყავსო მოწინააღმდეგე და რა ვქნაო. ბოლო ინტერვიუს რომ მოусმინოთ, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დაგჭირებათ ამ ადამიანზე. იმისთან, ანუ რა ქნას, აი მართლა რა ქნას. არ არის დალაგებული და რა ქნას. ალბათ სანამ ჩემს ვიდეოს ნახავდით, იფიქრებდით იმაზე, რომ Kanye არის გიჟი გადარეული, Kanye არის ძალიან ცუდი პიროვნება, რასისტი, ჰომოფობი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა შესაძლოა რამოდენიმე თქვენგანი მაინც დაგავიწყდეთ. ამ ყველაფერს სპეციალურად აკეთებს იმისთვის, რომ ჭკუიდან გადაგიყვანოთ და სალაპარაკო თემა გახდეს. ანუ მისი თავი. აი წარმოიდგინეთ მაგალითისთვის, აი საქართველოშიც კი, აი Prime House-ში რომ რაღაც შოუები იდგმება, აი არაფერი რო არ ხდება და რო უნდათ რომ ხალხის ყურადღება მიიზიდონ და რაღაც შოუს რო დგამენ, აი ზუსტად ეგრე აკეთებს Kanye West, ან რაღაც შოუს დგამს ჩვენთვის, რომ აი იყოს რაღაცა უფრო საინტერესო ჩვენი ერთი დღე, ჩვეულებრივი დღე. და აი რა დადგას, რა ქნას, რა გააკეთოს და აი გამოდის მის ცოლთან ერთად ქუჩაში და ცოლს არ აცვია ტანზე არაფერი. გახდება უცებ სალაპარაკო, ვაი, მე რა ქალი იყავს და რაღაცა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის Kanye. ძალიან ნიჭიერი პიროვნება. ალბათ მისი მუსიკის მოსმენას არასოდეს არ შევწყვეტ. მე რო გამოვიდეს და მე რომ ლანძღოს ეხლა არ გამიკვირდება სერიოზულად, იმიტომ რომ იუთუბერებსაც კი დასდევს და დაანძღავს. შეუნდობ, ვაპატიებ, იმიტომ რომ ვიცი რის გამოც გააკეთეს. ბევრ ადამიანს ესეთი პიროვნებები ძალიან ახიზიანებ, მაგრამ მისი ცხოვრება, რაც აქვს მას საწოდავს გამოვლილი, ის რაც მან გადაიტანა. მოდი მე ხა თქვენთან არ განვიხილავ მის ცხოვრებისეულ ძალიან წვრილმან დეტალებს. შეგიძლიათ ეს ყველაფერი ნახოთ ფილმში, Kanye West-ის ფილმში, დოკუმენტური ფილმი არის გადაღებული, ძალიან მაგარი და ნახოთ როგორ იქმნებოდა ცნობილი ჰიტები და ესეთი დისკით რო დადიოდა ყველასთან, მოусმინეთ, გეხვეწებით ჩემს მუსიკას, მოусმინეთ, ერთხელ ჩართეთ და ნახეთ რა მაგარი ვარ. ეს დადიოდა ლეიბლებში, სხვადასხვა ხმის ჩამწერ სტუდიოებში თავისი დისკით. ყველას ასმენინებდა და უნდა ნახოთ ხალხის რეაქცია რა. და კარგად. ალბათ არც კი წარმოედგინათ, რომ ტიპი ამდენს მიაღწევდა. ვერ წარმოედგენდნენ ალბათ დიდი ალბათობით, იმიტომ რომ რაღაც ახალი იყო მათთვის ეს განხრა მუსიკის R&B, რეპი, პოპი, ყველაფერი ერთმანეთში აზელილი. That's great. ძალიან კარგია. Runaway არის ჩემი ერთ-ერთი favorite მოსმენი ჰიტი. Blood on the Leaves. ეგეც თუ არიცით, შეგიძლიათ ნახოთ, ცოტა განსხვავებული სტილის არის. ვისაც მოგწონთ, გეცოდნებათ. I like the way he's speaking, his confidence is freaking, don't like his baggage, is my